ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბოლო არჩევნების პერიოდში თუ გადავხედათ საარჩევნო შედეგებს, ყველგან საზღვარგარეთის უბნებში აგებდა ქართული ოცნება. არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. ამ რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ის უბნები, ის თავისუფალი წერტილები, სადაც კი არსებობს, სადაც შეიძლება ადამიანებმა თავისუფლად გამოხატონ ნება და განსხვავებული შედეგები დაფიქსირდეს ქვეყნის შიგნით ზეწოლის შედეგად მომხდარი, ასე ვთქვათ, არჩევნების შედეგებისა, აი ამის გაუქმება უნდა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას. ანუ იქ, სადაც არის თავისუფალი საარჩევნო გარემო, სადაც ადამიანებზე ნაკლები არის ბერკეტები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის. იქ, სადაც ადამიანები სხვაგვარად უყურებენ ქვეყანაში მიმდინარე გარეთვალიდან უყურებენ ქვეყანაში მიმდინარე აი არადემოკრატიულ პროცესებს, სადაც იციან თავისუფლების ფასი, დემოკრატიის ფასი, იქ ყოველთვის მარცხდებოდა ქართული ოცნება. ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი. კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ, არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში, როგორც აქამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში. მადლობა. ვინ გადმოფრინდება, ეხლა ვის აქვს მაგის შესაძლებლობა, ვის უთხინს ეგრე რომ გადმოფრინდეს აქ ხმა მისცეს და გადაფრინდეს. საზოგადოებრივ ოდესაც უბნები იხსნებოდა, იქაც იხსნებოდა ძირითადად დედაქალაქში, ამიტომ იმ ქვეყანაში მყოფ საკონსულო დაწესებულებებში, ამიტომ იმ ქვეყანაში მყოფ მოქალაქეებს უწევდათ მათ შორის ალბათ შეიძლება შესადარი გზის გავლა, თუ კი ეს დიდი ქვეყანა იყო, გავლა იმისთვის, რომ მისულიყვნენ საარჩევნო უბნებთან. დღეს შეიძლება ევროპიდან საქართველოში ჩამოსვლა უფრო მარტივი და იაფიც იყოს ადამიანისთვის, ვიდრე, არ ვიცი, ამერიკის ერთი შტატიდან სხვაგან დასვლა და ხმის მიცემა. იქ ადამიანები გასართობად ხო არ არიან და დასასვენებლად წასულები. 1,5 მილიონზე მეტი ქართველი არის იძულებით ემიგრაციაში. ასე ქვია, ხო ამას დალხენილი ცხოვრების გამო ხო არ არის ეს ხალხი იქ წასული რა? რომელთა წილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში სხვათა შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაახლოებით 3 მილიარდზე მეტი ვალუტა ირიცხება წლიდან წლამდე, რაც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის სხვა, ასე ვთქვათ, შემოსავლებთან ერთად. როდესაც ადამიანი იმყოფა ქვეყნის გარეთ, სხვადასხვა მიზეზები შეიძლება იყოს, შეიძლება ადამიანი მოწყვეტილიც იყოს იმ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც მისი მოქალაქეობის ქვეყანაში არის. შეიძლება ორმაგი მოქალაქეობაც ჰქონდეს და პოლიტიკურად აღარც იყოს დაინტერესებული საქართველოსთან დაკავშირებით, ვისაც ინტერესი აქვს და აქვს სურვილი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღოს არჩევნების გზით, 4 წელიწადში ერთხელ უნდა დაბრუნდეს საკუთარ სამშობლოში და საქართველოში მისცეს ხმა.